შეეხება ევროკავშირის გაფართოებას. ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული პროცესი ევროკავშირის ინსტიტუციურ სისტემაში. ზოგადად ევროკავშირი არის ინსტიტუციურად ძალიან რთული. შეუძლებელი ადამიანმა კარგად შეისწავლოს ევროკავშირის ყველა მიმართულება. ეს ასე გონი არ არსებობს და გაფართოება ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხი არის. უკვე დიდი ხანია რაც დემოკრატიული სტანდარტები არის ევროკავშირის გაფართოების ერთ-ერთი მთავარი თემა. იმიტომ რომ თუკი ჩვენ გავიხსენებთ ევროკავშირმა ბევრი ყოფილი ავტორიტარული სახელმწიფო, ასე ვთქვათ, გაადემოკრატიულა ამ სტუს კარგი გაგებით და მიიღო თავის ოჯახში. ასეთი იყო ესპანეთი, საბერძნეთი, პორტუგალია, სხვა და ყოფილი კომუნისტური სახელმწიფოები აღმოსავლეთ ევროპაში. შესაბამისად, ეს გაფართოების პროცესი სწორედ იმიტომ, რომ ითხოვს დემოკრატიულობას ამ ქვეყნებისაგან, ასევე საჭიროებს ევროკავშირის მხრიდან, რომ დაეხმაროს ამ ქვეყნებს ამ პროცესის გავლაში. და ევროკავშირი ამას შვებოდა საქართველოს მიმართებაში წლების განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ არ გვაძლევდა ის არავითარ პირობას, რომ საქართველო გახდებოდა ევროკავშირის წევრი, ამის მიუხედავად, მაინც რადგანაც ქართველი ხალხის და მათ შორის ქართული ხელისუფლებების ანუ მრავლობით ჩამოფამას სურვილი იყო ევროკავშირის წევრობა, ყველანაირად იქნებოდა ეს იქამდე ასოცირების შესახებ შეთანხმება, მერე ვიზა ლიბერალიზაცია თუ სხვა გზები, ყველანაირად ეთანხმებოდა ამ ქვეყანას, რომ მომზადებულიყო ევროკავშირის წევრობისთვის და ბოლო ბიძგი ასე ვთქვათ ამისთვის, ბოლო რუქა, რომელიც ჩვენ ევროკავშირმა მოგცა გაწევრიანების მოსამზადებლად, იყო ჯერ 12 რეკომენდაცია და მერე 9 რეკომენდაცია, რომელთაგან არც ერთი ამ ეტაპზე არ არის შესრულებული.